მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, მოროშკინას პოდკასტი არის რადიო იმედის ეთერში. ორშაბათია და ბევრი საინტერესო რამ ხდება, იცით რა, ყველაფერზე კონცენტრირება წარმოუდგენელი არა და კარგად ხვდები, რომ ყველაფერი რაღაცა ერთ დიდ სცენარს გავს, რომელიც უბრალოდ ხორციელდება სხვადასხვა რეგიონებში, სხვადასხვა ქვეყნებში და არც თუ მშვიდობიანია ეს სცენარი. როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ გეოპოლიტიკური გადანაწილების დროს აირევა ყველაფერი, მთელი მსოფლიო, ძალიან ბევრ სასაცილოდაც არ ყოფნიდა და ამბობდნენ, რომ დალაგებული დუბაი როგორ გინდათ არიოთ, ემირატები, როგორ შეიძლება ის სრუტე, რომელიც ნავთობს აწვდის მთელ მსოფლიოს, ოდესმე იმას საფრთხე შეექმნას და ევროპა ნავთობის გარეშე დარჩეს. ან როგორ შეიძლება ტვირთები გაჩერდეს, ან მანქანები დაიწვას. მოკლედ, სკეპტიციზმი ამ საკითხში იყო ძალიან დიდი. მაგრამ გამოხდა ხანი და ჩვენ ვხედავთ, რომ პირდაპირ ცეცხლი უკიდია სამყაროს, რომელიც ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს, რომელსაც ასე ვეთაყვანებით, ვეფერებით და გვინდა, რომ ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობა რაღაც ისე გავზარდოთ, რომ მოვარიდოთ ომებს, მოვარიდოთ უბედურებას, რომელიც პირადად ჩემმა თაობამ ნახა იმ რაოდენობით, ანუ 4 ომის მომსწრე ვარ პირადად მე. მე აღარ დამჩა პრაქტიკულად ჯგუფელები, კლასელები, ბიჭები. იცით თქვენ საქართველოში რა სისწრაფით დიდდება სამწუხაროდ სასაფლაოები. ჩვენ ვართ ის ადამიანები, ის თაობა, ის ქართველობა, რომელიც ვფიქრობთ მხოლოდ იმაზე, როგორ შევინარჩუნოთ მშვიდობა. მშვიდობაზე არ ფიქრობს მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც არ იცის რა არის ეს ომის ქარცეცხლი. იცით რა, ომს აქვს თავისი დაუწერელი კანონი. თავარია არ დაიწყოს. თუ დაიწყო, შემდეგ უკვე ჰუმანიზმზე ლაპარაკი, როდესაც ქვემეხები ქუხს არ მოსულა და არა იმიტომ, რომ რომელიმე მხარე არახუმანურია, არამედ სისხლს აქვს თავისი სპეციფიური მხარე და სისხლი ყოველთვის ითხოვს ახალ სისხლს. მე მინდა შემოგთავაზოთ დღეს ძალიან საინტერესო ფორმატი. ეს იქნება ერთგვარი ხიდი საქართველოსა და ამერიკას შორის, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს ამერიკაში ჩვენი თანამემამულე ნიკოლოზ ონიკაძე, ეს არის ბლოგერი, ჟურნალისტი, ძალიან კარგი ანალიტიკოსი, სხვათა შორის ალბათ სხვადასხვა პლატფორმაზე, სოციალურ ქსელში შეგხვედრიათ მისი ინტერვიუები, სადაც ის აკეთებს ეს ციკლს ინტერვიუების სხვადასხვა ექსპერტებთან საქართველოდან და მე დღეს მინდა პირიქით ის მოვიწვიო სტუმრად, იმიტომ რომ საინტერესოა ზოგადად რა ხდება ამერიკაში, რაზე საუბრობენ, რა ვითარება და აი ზუსტად მინდა შემოგთავაზოთ ჩემი და ნიკოლოზის ინტერვიუ და ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ ხშირად იქნება ჩვენი სტუმარი, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენ არ ვართ გათამამებული ესეთი პირდაპირი ჩართვებით, ხშირი საუბრებით, პოდკასტებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან და აი ახლა მოგვეცა ამის საშუალება. ნიკოლოზ, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა, რომ დამთანხმდი მოროშკინას პოდკასტში მონაწილეობაზე. იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ განებივრებული ზოგადად ესეთი ინტერვიუებით ამერიკიდან, ევროპიდან, რაღაცა ისე მოხდა, რომ თითქოს ჩვენ დავკარგეთ კავშირი იმ ბლოგერებთან, ჟურნალისტებთან, ინფლუენსერებთან და რაღაცა ვიხარშებით საკუთარ წვენში, რაც მე ვთვლი, რომ საერთოდ წარმოუდგენელია. იმიტომ რომ მარტო საქართველოსდან დანახული მსოფლიო საერთოდ როგორ შეიძლება იყოს და ნაკლებია ინფორმაცია ზოგადად უცხოეთიდან. და იმისათვის რომ ეს რაღაცა მოხსნათ ეს ბლოკადა, ეს მე და შენ ვისაუბროთ ზუსტად იმაზე თუ შენ როგორ ხედავ ამ ყველაფერს, რა ხდება ამერიკაში და სანამ დაიწყებ საუბარს და მიესალმები ჩვენს მაყურებელს და სმენელს და რადიო იმედი საკმაოდ დიდი აუდიტორია ყავს და ძალიან მახარებს ეს ყველაფერი და ყოველთვის ვიღებთ ხოლმე მათგან აი რაღაცა შეკითხვებს, სურვილებს, რა უნდათ ისი გაგება უნდათ. გუშინ მე ესეთი პოსტი გამოვაქვეყნე, იმიტომ რომ რეალურად მადარდებს როგორც შოუბელს, ბებიას ირანში დაარტყეს ერთ-ერთ ესეც სერიოზულ ატომურ ობიექტს, ბირთვულ ობიექტს. ირანი მოგეხსენება საკმაოდ ახლოს არის საჰაერო გზით საქართველოსთან. სამწუხაროდ ჩვენთან ინფორმაცია
რა ხდება, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს, რა უნდა ველოდოთ, საერთოდ ამერიკაში რა აზრებია, ხა იქნებ ბოლომდე თუ ანადგურებენ და შეიძლება ჩვენი დღეს მართლა რაღაც მივხვდეთ, რომ სადღაც ჩვენთან მეზობლად ატომური ომია გაჩაღებული, ხო, ბირთვული ქობინების გამოყენებით და ამ დროს ალბათ შენც გეცოდინება ხა საქართველოსთან მჭიდრო კონტაქტი გაქვს, საშინლად არეული ამინდებია, პრაქტიკულად ვერ ვხედავთ მზეს. და არავინ არ მითხრას, რომ ეს კავშირში არ არის ზუსტად აი იმ საომარ ვითარებასთან, რომელიც ყურის ძირში გვაქვს პრაქტიკულად, ხო? ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ახლა ჩვენი შვილები გავიყვანოთ გარეთ, არ გავიყვანოთ, სახლში ჩავკეტოთ, რა სახის პროდუქტი მოვიმარაგოთ, ან შეიძლება წყლის დალევა, ესე ჩვეულებრივად უნდა გადავადუყოთ, ანუ არანაირი ინფორმაცია ჩემ და შენს ახალგაზრდობაში არსებობდა სამოქალაქო თავდაცვაც და ძალიან ბევრი საშუალება, რომელიც ყოველ შემთხვევაში გვაძლევდა იმის წარმოდგენას, რა შეიძლება მოხდეს და ჩვენ ვაკეთებდით ხოლმე აი ამის ყველაფრის წარმოდგენებს და კარგია რომ წარმოდგენად დარჩა და რეალურ ცხოვრებაში არაფერი არ დაგვემუქრა. აი მოდი ბირთვული საშიშროება, ამერიკის აზრები ომთან დაკავშირებით, ზოგადად ტრამპის განწყობა და როგორ მოქმედებს ტრამპზე მოქალაქეების არც თუ პატარა პროტესტი ამერიკაში. ისმენ ძვირფასო. უპირველესად მოგესალმები, დიდი მადლობა მივესალმები თქვენს დიდ აუდიტორიას და მოხარული ვარ რომ მომიწვიე. რაც შეეხება ატომური იარაღის გამოყენება არ გამოყენების საკითხს. აქ წვავე დგა საკითხი იმ კუთხით, რომ თავად ბირთვული იარაღის გამოყენება იქნება ძალიან რთული, იმიტომ რომ ეს ერთი ან რამდენიმე პირის გადასაწყვეტი არ არის, ეს არის კოლექტიური პასუხისგებლობა ნებისმიერი ბირთვული სახელმწიფოს ხელმძღვანელობის. მე უფრო მგონია, რომ არის საშიშროება იმისი, რახან შენ ბუშერი ახსენე, არის იმის საშიშროება, რომ ატომურ სადგურს გამიზნულა თუ შემთხვევით მოხდეს ძიმე მრავალტონიანი ბალისტიკური რაკეტა მაგალითისთვის და იმ სარკოფაგმა უბრალოდ ვერ გაუძლოს და გამოჟონოს ამ ძიმე რადიაცია, რასაც სლენგზე ეძახიან ბინძურ ატომურ ბომბს. ამის საშიშროება მართლა არის, აი დღეს უკვე მესამეჯერ იყო ბუშერის ატომურ ელექტროსადგურთან ჩამოვარდნილი ბომბი, რაკეტა. ნუ რა მნიშვნელობა აქვს სამხედრო ჭურვით შეიძლება იყოს მძიმე წონიანი. და მე ძალიან მენიშნა ერთი რამ, რომ ყველამ ვიცით, რომ ბუშერის ატომურ ელექტროსადგურს აშენებდნენ რუსეთის ფედერაციის თანამშრომლები, სპეციალისტები და ჩვენ ვიცით, ვინ არის ლიხაჩოვი, ვინც არა და ბარემ გვევიტყვი, რომ ეს არის როსატომის ხელმძღვანელი და მან განაცხადა, რომ 629 კაცისგან შემდგარი პერსონალი, რომელიც მუშაობდა ირანში, ნახევარზე მეტი გამოყვანილია და აპირებს იმ დანარჩენისა გამოყვანას. და აი ეს საშიშროება, აი ამ განცხადების მერე მე მართლა აღვიქვი საშიშროებად და არა უბრალოდ ცრუგანგაშად. ეხლა რამდენად ამას მოყვება რეალურად ამ ატომური სადგურის დაზიანება, ეს არავინ არ იცის. პრინციპში სახშკუაზე მოვაზროვნე ამას არც შეგნებულად და არც ირიბად არ გააკეთებს, მაგრამ გამომდინარე იქიდან ეხლა რა ტიპის ომსაც უყურებთ ჩვენ? სხვადღა არის საღი გონება. აღარც საღი აზრია, აღარც პოლიტიკა არსებობს და აღარც არაფერი ამდაგვარი. ამიტომ საშიშროება ბუნებრივია სულ არის. სანამ ეს კონფლიქტი არ დასრულდება, საშიშროება არის. მე ნაკლებად გონია, რომ ბირთვული იარაღი როგორც იარაღი გამოყენებული იქნას, თუმცა აი მსგავსი რამ შესაძლოა მოხდეს. ღმერთმა ნუქნას. სხვათა შორის აქვე უნდა ვთქვათ, რომ ისრაელსაც მსგავსი საშიშროება ემუქრება, მასაც აქვს ატომური ელექტროსადგური და შეუძლიათ ირანულ მხარესაც ასევე შემთხვევით ბჭყალებში მოვარტყან მძიმე იარაღი და დააზიანონ ის ატომური ელექტროსადგური. მაგრამ ჩვენ ახლა ისრაელის ნაკლებად გვადარდებს, როგორ არ გვადარდებს ცოცხალ იცი რა, ესეც მინდა გითხრა, გარდა იმისა, რომ ნუ ეს ის ქვეყანაა, სადაც ხა ბევრი მეგობარიც ახლობელი ისტორიული და ახლა შეიძლება პოლიტიკურად რაღაცები არ მოგწონდეს, მაგრამ ხალხია და მეგობრებია და სანათესაოა და რა ვიცი, წარმოიდგინე ისტორია რამხელა, თან იცი რა არის აღდგომა ახლოვდება და ისიც არ ვიცით, რომ ტაძარში შეგვიშვებენ, არ შეგვიშვებენ, ეს ცეცხლი როგორ გადმოვა, იცი ძალიან ბევრ კითხვას ბადებს ეს ყველაფერი და თან კიდევ ერთი
ესეც ძალიან ახლოს არის საქართველოსთან. შესწორედ ეს ამბობ, ქვეყანა. რომ ჩვენ ირანი იმიტომ გვადარდებს, რომ უშუალოდ ჩვენ საზღვართან არის. პირდაპირ აი ესეთი საჰაერო მანძილი არის 1000 კილომეტრამდე, მეტი კი არა. ეს ფაქტობრივად არის ჩვეულებრივი სამეზობლო. შესაბამისად რისკები არის, იქნება რისკები, ბუნებრივია, თუ მსგავსი რამ მოხდა. უბრალოდ ვიმედოვნოთ, რომ მსგავსი რამ არ მოხდება. რაც შეეხება იმ კლიმატურ პირობებს, მე ბუნებრივია ვიცი საქართველოში არა და არ დაალაგდა, არ მოვიდა გაზაფხული. გვიანი თოვლიც კი იყო, ხო ნახეთ. არ ვიცი ეს რამდენად არის აი ამ ეს კლიმატური პირობები დაკავშირებული იმ როგორ შეიძლება არ იყოს, ნიკოს მოვლენებთან რაც ხდება ყველაფერი. ვერ გეტყვი, მაგრამ უცნაური დამთხევაა. და ასე რომ კლიმატი რო დაბინძურებულია და ჰაერში რო არის უამრავი მძიმე აირი ასული, აი ზუსტად იმ აფეთქებების გამო ტანკერები იწვის, ნავთობსაბადოები იწვის, ხო? მთელი არაბეთის ნახევარკუნძული იწვის აღმოსავლეთ სანაპირო, სადაც კი მოიპოვება. ასე რომ ნამდვილად არაფერი არის გამოსარიცხი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ამას ალბათ სპეციალისტების დასკვნა ჭირდება, რამდენად ეს პირდაპირ დამოკიდებულია ამ სამხედრო კონფლიქტთან. შენი კითხვა იყო, როგორ ხვდება ამას ამერიკის საზოგადოება. მე ნიუ-იორკში ვარ ამჟამად და გეტყვით როგორი სიტუაცია. ნიუ-იორკი ყველაზე ესეთი კოსმოპოლიტური შტატია და ბუნებრივია ქალაქიც. და ძალიან მრავალფეროვანი საზოგადოებაა. ესე იგი, ყველა ერის, აღმსარებლობის და ასე შემდეგ. როგორც წესი, ამერიკის საზოგადოება ნაკლებად არის ორიენტირებული და დაინტერესებული, რა მდგომარეობაში აქვს სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა უყურებს თავის ჯიბეს, თავის შემოსავალს და ეს არის ამოსავალი წერტილი მისი სოციალური აქტივობისა. და აი პირველი ამ რაც აზიანებს ამ სოციალურ სიმშვიდეს არის საწოლზე ფასი. აი მაგალითად დღეს მე ჩემს პირად ავტომობილში გალონი ბენზინი ჩავასხი თითქმის $4. ეს წარმოუდგენელი რამ არის. აქ ვთქვათ, ვინც არ იცის, რომ გალონი არის 3 ლიტრი და 785 გრამი, ანუ ლიტრი გამოვიდა $1-ზე მეტი. შეიძლება ზოგმა თქვას ახლა რომ თბილისშიც არის ახლა 3 ლარამდე ბენზინი. ძალიან გაგჯერებული, არა 3-ზე მეტია უკვე. 3-ზე მეტია, მაგრამ ეს საქართველოში გასაგებია, მაგრამ შტატებში რომელიც თავად მოიპოვებს და გადაამუშავებს ნავთობს და ასევე იმპორტიორია და მერე რეცირკულაციას აკეთებს და ექსპორტსაც კი აწარმოებს, $1-ზე მეტი, როცა ლიტრზე გამოდის საწვავი, ეს წარმოუდგენლად დიდია. და აქვე უნდა ვთქვათ, რომ ამაზე უფრო გაძვირდა, თითქმის 2-ჯერ გაძვირდა ცენტრალურ შტატებში და დასავლეთ შტატებში, მაგალითად კალიფორნიაში დიზელის საწვავი. და ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ძირითადი ტვირთბრუნვა ხორციელდება სატვირთო ავტომობილები და არა რკინიგზით. გამომდინარე იქიდან, რომ დიზელის საწვავი $6.5 აღწევს, ზოგან $7-საც, წარმოუდგენლად იზრდება ნებისმიერ პროდუქტზე ფასი. როგორც საკვებ პროდუქტზე, ასევე პირველადი მოხმარების. აი ეს კი უკვე ნამდვილად ადარდებთ. ზუსტად. აი ეს არის ყველაზე დიდი უკმაყოფილების მიზეზი. და მეორე წყებაში არის უკვე პოლიტიკური. აფასებენ თუ რაში ჭირდებოდა, ანუ ნეგატიური გამოხმაურება აქვს ძალიან 35%-მდე არის ტრამპის რეიტინგი. მოგეხსენება, რომ რეიტინგები იზომება ძალიან დაბალია. სხვადასხვა სოციალური სამსახურები ზომავენ, ცდომილება ხშირად არის 3-4%, მაგრამ რო გავასაშუალოთ არის 35%. ეს ძალიან დაბალი პროცენტია. წარმოუდგენლად დაბალი პროცენტია. მიუხედავად იმისა, რომ მეორე კადენციაზეა და ხა 2 წელიწადში უნდა დაასრულოს ფაქტობრივად, მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან დაბალი რეიტინგია და ესე იგი, სადღაც 25%-მდე ასევე სხვადასხვა რეიტინგებიდან გამომდინარე, საზოგადოება ხარს უჭერს ან იზიარებს სახელმწიფოს პოლიტიკას. ესე იგი, 2/3 ქვეყნისა წინააღმდეგია ირანის კონფლიქტის. უფრო მეტი შეიძლება 3/4-იც. ნიკოლას, იცი რა შესაქმე? მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ტრამპი რაღაცას ვერ იაზრებს, მით უმეტეს ოქტომბერში საკმაოდ რთული პერიოდი უდგას. ამდენი ადამიანი, ასე ვთქვათ, გადაიკიდა და ხომ არ გეჩვენება, რომ რაღაც თამაშობს, შეიძლება შეატოვოს უბრალოდ ევროპა, აი ესე ჯერ იყო და უკრაინასთან ესეთი
ჭაობი, რომელიც შეიქმნა, მეორე ხა ირანი და თვითონ ესე დაიბანოს ხელები ერთვენიერ დღეს და გამოვიდეს ყველა თამაშიდან. და ეს მოსასწრები აქვს. ხო, ხა ცაიტნოტში არც არის პრინციპში ხა 1.5 წელი კი აქვს იმისთვის, რომ მოახდინოს ლავირება. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ტრამპი მიეკუთვნება ბიზნესმენების იმ პლიადას, რომლებმაც, რა ვიცი, იარეს გვამებზე, მართლაც გადაირჩინეს თავის საოცარ სიტუაციაში და მისთვის ეხა პრესტიჟის ამბავია, რომ არ დაამთავროს თავისი საუკუნეც და ზოგადად ამერიკის პრეზიდენტობა, იმიტომ რომ ამბიციური ადამიანია, ხო? ხო შეიძლება რომ რაღაცას ამზადებდეს სერიოზულად. ანუ მზადება გასვლისთვის თამაშიდან და არა ბოლომდე შესვლაში. მე მქონდა ესეთი აზრი, რომ მას უნდა ეცადა თვის ბოლომდე გასვლა 20 რიცხვისთვის ვარაუდობდი 20 მარტისთვის, ან უნდა გადაედო ჩინეთში ვიზიტი და ასეც მოხდა, გადადო. ანუ ან ვერ გავიდა, ან არ გავიდა კონფლიქტიდან. მე თუ შენს ვერსიას გამოვყვევი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იგი უდაო ჭკვიანი კაცია და განზრახ აკეთებს ყველაფერს, ასაც აკეთებს. გამომდინარე ამ ლოგიკიდან, იგი უნდა გამოვიდეს ამ კონფლიქტიდან ცოტა აპრილისთვის ბოლომდე. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი რა არის? მაშინ რა მიზნებს ისახავდა საერთოდ შესვლა? და აქ მე გეტყვი, იქნება ევროპის ჩაძირვა საბოლოოდ. აი აქ იკვეთება ორი მომენტი. ეხლა გამომდინარე იქიდან, რომ ისრაელის ინტერესებს იცავდა, ეს ერთია, მაგრამ თავის ინტერესები არის უპირველესი. თუ მას უნდოდა ზედმეტი ბალასტის ჩამოშორება, რასაც ქვია ევროკავშირი და თუნდაც ნატო, ხმამაღლა თქვა უკვე, რომ ნატო ქაღალდის ვეფხვია ამერიკის გარეშე და იგი ნაწყენია, რომ არც ერთი ნატოს ქვეყანა მას გვერდში არ დაუდგა. ნუ უნდა ვივარაუდოთ, რომ ერთ-ერთი გეგმაც ეგ იყო. უბრალოდ აი ამ ხელანსხვერპლი და ამ ხელაგრევა აი იმისთვის რომ დაშორებოდა იგი ნატოს, ანუ დისტანცირება მოეხდინა და ევროპისგანაც ასევე დისტანცირება და მე ერთშვენიერ დღეს ეთქვა რომ მე გავედი და ჩემ რეგიონალურ სახელმწიფოს ვაშენე და თქვენ მიხედეთ თქვენ თავს, ნუ საკმაოდ ძვირი საფასორია ამისთვის. მაგრამ იცი რა არის, ეს ძვირი არის იმ გადმოსახედიდან, რომ იქ ბავშვები დაიღუპა, ხალხი იღუპება, მაგრამ უყურე, მან თუ მოაშორა ნატო როგორც ბალასტი ამერიკას, შეიძლება შემდგომმა თაობებმა მადლობას კი გადაუხადონ. შესაძლოა, უბრალოდ ჩვენ ხო როგორ ვართ, აქ და ეხლა ვართ ამჟამად, აწყვოში ვართ და აწყვოდან ძალიან დიდი საფასური. ძალიან დიდი საფასური. მე ირანზე არ ვსაუბრობ, ირანი ეს ცალკე თემა, ჩვენ ახლა ვიძახით ამერიკელებმა რა საფასური გადაიხადეს. კი, მართალია, სულ არ ვიცი, 20-მდე დაღუპულია, მაგრამ აი ის სამხედრო ავანტიურა თუ ჩატარდა, იმ 5000 კაცით რო აპირებს ორმუზის ყურის გახსნას და იმ 4 კუნძულის დაკავებას, ხომ? ეს ნამდვილად იქნება ესეთი ავანტიურა, რომ წინა ვერც ერთ ვარიანტში იგი შემოდგომას კონგრესს ვერ დაიკავებს და სენატსაც დაკარგავს. მოდი იცი როგორი ვარიანტი განვიხილოთ. ერთია თუ მართლა მოხდა ეს ოპერაცია და შესვლა, იქიდან ცოცხალი ვერავინ ვერ გამოაღწევს, ირანელების ინტერვიუს მოსმენილი გვაქვს და მათი მუქარა და პირდაპირ თქვათ, რომ ისინი 10 წლეულები ემზადებოდნენ აი ამ განკითხვის დღისთვის და ძალიან მომზადებულები არიან ირანელები, ძალიან. და ერთია რომ ან მოხდება სრული კატასტროფა ტრამპისთვის, ან მეორე ვარიანტია. აი სულ მე ველოდები რომ რაღაცას მოიფიქრებს ბოლო მომენტში და იტყვის რომ არა, ასე კი არა, აი ჩვენ უკვე დაველაპარაკეთ და ყველაფერი ლაგდება. რაღაცას თამაშობს. ამის ნიშნები არის უკვე, ხო ხედავ, რომ ამბობს, რომ ირანთან ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებო, უკვე მე-5 დღეა გაიძახის და ამ დროს მიდის ჩვეულებრივად ორივე სახელმწიფო ძირითადად ირანი იბომბება და ირანი მერე პასუხობს არაბეთის ქვეყნებს და ცოტა ოდნანი ისრაელსაც ხვდება, მაგრამ ფაქტი ერთია და განზრახვები არ ვიცი ახლა მას რა აქვს. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, იმდენად არაორდინარული პიროვნება, რომ შეიძლება მობილიზაცია მოახდინოს ამ სადესანტო ხომალდების და მერე უცებ შეაჩეროს კამპანია და თქვას, რომ აი ჩვენ მოვილაპარაკეთ და მოკლედ ამერიკისთვის ეს არის მოგება, გამარჯვება და სულ არ შეეკითხოს ირანულ მხარეს, ირანის მხარე რას ფიქრობს. თვლიან ისინი დამარცხებულად თავს, აცხადებენ თუ არა კაპიტულაციას და ასე შემდეგ. ესეც შეიძლება გააკეთოს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, წარმოუდგენლად დიდი
ხარჯები გაწიეს, მორალური ტვირთი გაწიეს წარმოუდგენლად დიდი. იცი რა არის, თუ გავითვალისწინებთ, როგორ იქცევა, უყურე, როგორ ელაპარაკება მაგალითად იაპონიის პრემიერ-მინისტრს, ხო? ნუ აი როგორც მე არ ვიცი, მგონი ისტორიაში რთულად მოიძებნება აი ასეთი არადიპლომატიური საუბარი, როგორც ტრამპს ახასიათებს, ხო? რომ თქვენ რა გაგვაფრთხილეთო ჰიროსიმა ნაგასაკის ამბავიო. ანუ ძალიან ხუსტია. პერლ-ჰარბორი გაიხსენა, ხო და ეს ესეთი რამეა, რომ ისტორიაში არასდროს პერლ-ჰარბორის ინციდენტის მერე არასდროს არც ერთ ხელისუფალს არ მიუცია თავისთვის უფლება, რომ საერთოდ ეს თემა წამოეყენებინა და ტრამპმა იმდენ იქნა, რომ გააშარჟა ეს ყველა. ხო და რატო გააკეთა, ხო? იმიტომ რომ მათ პერლ-ჰარბორის მერე ისერზეადებთ ჰიროსიმა ნაგასაკი. ეს ხომ ფაქტია და ამდენი ხანი მიდის თუ არის საუბრები, სადაც პირდაპირ ამბობს ხოლმე, აბა სხვა რა გზა გქონდა, მაშინ იაპონელები აბსოლუტურად სხვანაირად მოიქცეოდნენ და ლამის ჩინეთს დაიპყრობდნენ, ხო? მის საუბრებში რაღაცა ლოგიკა არის მართალი. კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორც ბიზნესმენის საუბარში, რომ იყიდე გაყიდეს. როგორც დიპლომატიური ვარიანტი არის სრული კრახი და პერლ-ჰარბორი, მე მახსოვს ეს ფილმიც კი რო გამოვიდა, ეს ამაზეც ესე იყო, სათუოდ იყო, როდესაც სცენარი იყო ჰოლივუდში შეტანილი, რომ ღირს საერთოდ ამ თემის წამოწევა თუ არ ღირს. და შესაბამისად ის რაც ძალიან აწუხებს ამერიკას, ანუ ხო ხედავ როგორ აწუხებს ის, მე იმიტომ გამოვრიცხავ, რომ პირდაპირი ტრამპისგან მით უმეტეს იყოს ეს ატომურ ომზე საუბარი, რახან ის აწუხებს ჰიროსიმა ნაგასაკის მომენტი და ამიტომ ახლა იაპონელებსაც ასე უკიტინებს, ხო პირდაპირ, რომ აი თქვენ რომ ასე მოიქეცით ჩვენ აправებს ასე ვთქვათ ამერიკის ქცევას, ხო? შესაბამისად თვითონ არ მიიღებს ამაში მონაწილეობას, მაგრამ როგორ მოიქცევა დანარჩენი მსოფლიო და ახლა ისრაელის ხელით გააკეთებს ამას თუ ვთქვათ სხვა რაღაცა პროქსი ამბავს გამოიყენებს, ერთია რეზულტატი, ხო, რაც შეიძლება დადგეს. კი, უდაოდ რეზულტატი იქნება იგივე, ფორმას მნიშვნელობა აღარ ექნება უკვე. ეს ეხლა მე და შენ შეიძლება ვჭობდეთ, კიდე სხვა უფრო მაღალი დონის ანალიტიკოსები ფორმაზე, მაგრამ შედეგი რო დადგება, ფორმას უკვე მნიშვნელობა დაეკარგება. და არ ვიცი, ვაბანკზე მიდის ფაქტია. და მე მგონია, რომ იცი რა, ბიზნესშიც ესე იქცეოდა ყველა სერიოზული გადაწყვეტილების დროს, ახლა მეტნაკლებად გავეცანი მის ფსიქოტიპს, მიდიოდა ყოველთვის ვაბანკზე. აქაც ასე იქცევა. ხო, იმიტომ რომ ნუ ეს მისი თვისებაა. აი ამ კონსტიტუციის პიროვნებაა და ვერაფერს ვერ იზამ. აირჩია ამერიკის საზოგადოებამ არის პრეზიდენტი უფლებამოსილი აკეთოს ის, რასაც აკეთებს. კონგრესს არ ეკითხება, ხრიკიც კი გამოიყენა, ომი არ დაარქვა, სპეციალური სამხედრო ოპერაცია. მე და ვისგან გადაიღო მაგალითი? უცნაურია და მე მეგობარი ვლადიმერ ვლადიმერის ძესგან. და მე თვითონვე იშარჟა გუშინ წინ, რომ მეუბნებოდნენ, რომ აი ომი რო დამერქია, მაშინ კონგრესს უნდა მეკითხაო და ამიტომ არ დავარქვი. აი ესეც კი გააშარჟა. აი თვითნებობა. ჩვენ რო ჩამოვთვალოთ ქვეყნები, რომელთანაც უკვე აი ესე პირდაპირ ესე ვთქვათ, აი ძალიან ნაგლი პოლიტიკა აქვს, ხანერ სიტყვებს ვერ ვიპოვი უბრალოდ. ესე იგი, იაპონია თავის პერლ-ჰარბორიანად და შემდგომი ატომური იმის გამოყენებიანად მოხარშული აქვს ასე ერთ იმაში, ქვაბში. მერც წამდა უწუნ კბენს. ნუ მაკრონზე რასაც იძახის, ეს საერთოდ არაფერში არ ჯდება, ხო? მაკრონზე რა სხვალისობ, იცი? 2007-ში მიდის მაკრონი და 2027-ში მიდის მაკრონი და 2028-ში წავა და იმაზე იძახის, რომ ეს მალე წავაო. მაშინ რომ იმას საერთოდ უნდა ვისაუბრო და ამ გადმოსახედით შეიძლება იფიქრო, რომ ეს მესამე ვადაზე მიდის. ისი ამბობს ხოლმე ამას. ასე თუ ისე დაინდო იტალია, კიდევ ნუ ნატოსაც მე ვთვლი რომ ახლა ბოლო განცხადება ნატოსთან მიმართებაში რაც გააკეთა, აქაც გადაუარა და პრაქტიკულად ხო იცი მაგისტვის რა განმარტება, ანუ ყველაზე დაბიო ესეთი შეფასებაა ქაღალდის ვეფხვი. ხო. და ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ის მოიხსენიებს მოწიწებით, არის რუსეთი.
აი აქ მე გასაკვირი იყოს. ხო მე მაქვს აქ დიდი შეკითხვა. რა ხდება, რა მოხდა მაშინ ალასკაზე, რეალურად რაზე მოილაპარაკეს და რა შეიძლება მოხდეს აი ამ ორი მონსტრის, მოდი ასე თქვა, მე რომ მკითხე დამეგობრებულებიც არიან, დაპარტნიორებულებიც არიან და საერთოდ იმდენად სიმპათიებით არიან ერთმანეთის მიმართ, ვერცერთ აუქს ვერ ათქმევინებ. აი რა შეიძლება მოხდეს ამ ორი მონსტრის აი ესეთი გაერთიანებით? და რაც შეეხება ანკორიჯის შეხვედრას. ანკორიჯში ბუნებრივია იქ მე დრონ გვაჩვენა ეს რომ შეთანხმება მოხდა. იქ არა მარტო პოლიტიკაზე, იქ ბიზნესზეც იყო საუბარი და აქედან გამომდინარე ორივე ფიგურის ქცევა, დონალდ ტრამპის აგრესიული პოლიტიკა და თავნებობა, თამამად შეიძლება ითქვას, როგორც ევროპელების მიმართ, ასევე ახლო აღმოსავლეთში და პარალელურად პუტინის აბსოლუტურად დუმილი და პასიურ ვითარებაში ყოფნა. ეს მე ესე ვფიქრობ და შეიძლება დიდი ალბათობით ასეთაც იყოს, რომ ეს არის გარიგება. ან შეთანხმება, ან ნებისმიერი ფორმა შეიძლება მოვიგონოთ ამ ურთიერთობის. გამომდინარე იქიდან, რომ ფაქტობრივად ტრამპი აკეთებს იმას, რაც სურს და პუტინი არის მოლოდინში იმისა, რომ აი ეს ყველაფერი რომ გადალაგდება, დაწყნარდება გავა, გამოვა ირანიდან და სხვა ქმედებებს რო განახორციელებს, მერე თითქოს უნდა დაждდნენ და მოილაპარაკონ ვის რა და რამდენი. მე ესეთი შტაბეჭდილება მჭირდება. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. არა, არ არის გასაკვირი, მე გეტყვი რატომ. მე ყოველ საღამოს ვადევნებ თვალყურს რუსულ არხებზე გასულ ანალიტიკურ გადაცემებს და იცი შენ, რომ იქაური ანალიტიკოსები არიან ის იდეოლოგები, რომლებიც იმას საუბრობენ, რაც აწყობს ხა თავარს. ისე მოზომილად, ისე რბილად, ისე ტკბილად მოიხსენიებენ ტრამპს და მიუხედავად იმისა, რომ აფიქსირებენ, რომ ირანი მათთვის ღირებულია და თანამშრომლობენ ირანთან, აი ამის იქით არ მიდის საუბრები. ანუ რას უნდა ველოდოთ? უყურე, ესე იგი რა სურათი დაიხატა. თუ ისინი არიან ერთად, შესაბამისად ერთად ჩაძირავენ საბოლოოდ უკრაინას და ეს უკვე ჩანს. და ალბათ ძალიან მალე მოხდება ეს ყველაფერი, შემდეგ ვიზძირავენ ევროპას. ევროპის რყევა, იცით როგორი თემაა, რომ ევროპამ განაჩენი თავის თავს თავად გამოუტანა. ეს ტრამპამდე გააკეთეს მათ. იმდენად ენერგეტიკულად, იმდენად დაუძლურდნენ, რომ ფაქტობრივად ეხლა სხვა არაფერი არ დარჩენიათ, რომ დაიწყონ ატომური პროექტების თავადვე დაფინანსება. ის თანხები, რაც 2028-30 წლისთვის დაგეგმილი ჰქონდათ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადება, ხო გახსოვს, რომ 800 მილიარდის აკუმულირებას აპირებენ, რომ ევროკავშირმა თავის არმია შექმნას და მეორე უკრაინის ფრონტზე რუსებს დაუპირისპირდნენ და ბლა ბლა ბლა. ეს გადაიწევს, იმიტომ რომ ევროპა გადავა თვითგადარჩენის რეჟიმზე. ამერიკელები მათ ქოლგას აღარ მიცემენ, აი იმის მერე რაც ევროპელებმა პასიური როლი შეასრულეს ირანის კონფლიქტში და იქნებიან თავის ამარად. რა შეძლებენ და როგორ შეძლებენ მით უმეტეს იმ ეთნო კონფლიქტების ფონზე, რაც ევროპაში ყოველდღე ფიქსირდება ყოფილ დონეზე, ეს არავინ იცის. ფაქტია, რომ ტრამპი მათ დიდი ალბათობით აღარ უპატრონებს. ეს უკვე გაცხადებულიც აქვს ახლა. უკვე თქვა. ეს კი არა, მე ისიც არ გამიკვირდება, რომ დაუშვათ შესაძლოა ეს განცხადება გააკეთოს მან შემოდგომის ეს შუამავალი არჩევნების მერე განცხადება გააკეთოს, რომ ნატოს საწევროს ამცირებს მინიმუმამდე, რასაც მე შემდეგ მოყვება შეიძლება ნატოდან საერთოდ გასვლა. შეიძლება ეგეთი რამე. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ორი ადამიანის თამაში, ტრამპის და პუტინის, ის რაც ახლა ხდება, სავარაუდოდ მესამეს დასასრულებლად ეს მესამე ჩინეთია. როგორც არ უნდა ეთამაშებოდეს რუსეთი ჩინეთს და ერთ სიტყვას აუქს ვერ ათქმევინებ, იმიტომ რომ სადღაც შიშიც აქვს, მაინც ფაქტია, რომ მათი საერთო ინტერესი ამერიკის და რუსეთის არის მაინც ჩინეთის ცოტა ესეთ რკების მოხერხვა.
ჩინეთის ნუ ბედი ხმამაღალი ნათქვამია, უნდა მეთქვა ჩინეთის ბედი წყდება მეთქი, მაგრამ დიდწილად ჩინეთის მომავალი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ დაამთავრებს ტრამპი ირანის კონფლიქტს. თუ მან მოახერხა და ირანი დაშალა და აქცია მეორე სირიათან, მეორე ავღანეთად ფაქტობრივად ჩვენ ირანისგან უფრო ძიმე ფორმას მივიღებთ, იმიტომ რომ იქ ძალიან მრავალეროვანი სახელმწიფოა, სხვადასხვა სულიერი აღსარებლობის და სხვადასხვა ეთნოსის. აქედან გამომდინარე, თუ ეს მან გაანახორციელა, ნუ ირანს, ესა ბოდიში ჩინეთს ფაქტობრივად ალტერნატივას არ დაუტოვებს გარდა რუსული ნავთობის. შესაძლოა ესეც იყოს მათი გარიგების ერთ-ერთი ნაწილი, რომ ჩინეთი მიაბავს მთლიანად რუსეთის ენერგომატარებლებს. ალბათ ოდესმე ამ ყველაფერს პოსტ-კორიჯის სინდრომი ეწოდება. ანკორიჯი. ანკორიჯი, პოსტ-კორიჯი. იცი როგორი მომენტია, რომ ჩემზე ბევრად გამოცდილი ექსპერტები, რომლებსაც აკადემიური განათლება აქვთ, ხარისხი აქვს დაცული პროფესორები არიან თავად ლექტორები, მათ ძალიან უჭირთ პროგნოზის გაკეთება. გამომდინარე იქიდან, რომ ტრამპი თამაშობს არა ჭადრაკს, არამედ კარტს. და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რას ნიშნავს ბლეფის ფენომენი. და ზუსტად რაც სადამდე შევა ამ ბლეფში, სადამდე აწევს ფსონს, მე რამდენად ბლეფის ტაქტიკას გამოიყენებს და ასე შემდეგ, ეს არავინ არ იცის. ეს მხოლოდ იცის ტრამპმა და ნუ ალბათ კიდევ ერთმა ადამიანმა, ვინც უშუალოდ ამ თამაშია ჩართული. და ნუ რა თქმა უნდა, თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ანკორიჯის სული დღემდე მოქმედებს, შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტის საქმის ყურში იყოს. შესაძლებელი არა, დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ რაც მე ვისმენ მათი პოლიტოლოგების საუბარს, ძალიან შეხმატკვილებული თამაში მიდის ჯერჯერობით 4 ხელში და შემდეგ ვნახოთ რა იქნება. ფაქტია, რომ აი ამ კონფლიქტს უფრო კარგად ახსნიდნენ ფსიქოლოგები და არა სამხედრო ექსპერტები, იცი? როგორც კი შეისწავლი ფსიქოტიპებს ტრამპის და პუტინის, გასაგები ხდება, რომ აი ამ ორ მონსტრს ჩაფიქრებული აქვს ესეთი განსაკუთრებული თამაში. იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ორზე მაღლა არის კიდე გლობალური მართლობა და აი მათ რა უნდათ და ეს მათი ერთიანი სურვილია თუ აი როგორც ეპშტეინის შემთხვევაში რაღაცნაირად დაუპირისპირდნენ, ხო, აი ამ გლობალურ მართლს და deep states, ხო? აი აქ უკვე კითხვის ნიშანია, ისინი ერთად არიან, მე მაგალითად ხა როგორც წერალს მაინტერესებს, იცი რა, აი ამ მომენტში ციწერება ჩემი წიგნი, სადაც მე წინასწარ 1-3-4 წლის წინ დავწერე, აი რაღაც ისე მოხდა, რაც ახლა მოხდებოდა რა. და მართლა მაინტერესებს, რომ აი ერთადერთი შეკითხვა რჩება როგორც მწერალს და არა როგორც ადამიანს, რომელსაც აინტერესებს ეს კონფლიქტები როგორ დასრულდება და ჟურნალისტს და პოლიტოლოგს, არის ეს deep state-თან ერთად თუ ეს არის დამოუკიდებელი თამაში? მოდი deep state-ზე მეტად უფრო გამოვიყენოთ სხვა დეფინიცია ამ გლობალური ძალების ტრანსნაციონალური კომპანიები. იმას ასაც ახლა ტრამპი აკეთებს და რასაც აპირებს, როგორც ჩანს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი და შესაძლოა ჩინეთის პირველი პირი შევერთდეს ამაში. ეს ტრანსნაციონალური კომპანიების გეგმაში ნამდვილად არ შედის, იმიტომ რომ ტრანსნაციონალების ძირითადი პროგრამა რა იყო? ერთიანი დიდი სახელმწიფო, რომელიც იარსებებდა დედამიწაზე, სადაც არ იქნებოდა საზღვრები, სადაც არ იქნებოდა ერი, სადაც არ იქნებოდა იდენტიფიკაცია, სადაც არ იქნებოდა განცდა სამშობლო, სადაც არ იქნებოდა ენა და ასე შემდეგ. და იქნებოდა, ესე ვთქვათ, დიდი გლობალური ფინანსური დაჯგუფებების მართვა. ანუ ვინც სადაც იცხოვრებდა, ის იქნებოდა მისი სამშობლო, მიუხედავად იმისა, რა აღსარებლობის იყო წარსულში, ენის მატარებელი თუ გენოფონდის. აქედან გამომდინარე, ჩვენ რასაც ვხედავთ, რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ფიქრობს, რომ რაღაც პანამერიკული საზოგადოება შექმნას და სახელმწიფო ბუნებრივია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის გავლენის ქვეშ, თუ ევრაზიას უნდა დაეპატრონოს რუსეთი და იქ დაუშვათ
შორეულ აღმოსავლეთში ეს ჩინის ჰეგემონია გავრცელდება, ну ეს ტრანსნაციონალური კომპანიების მართვის პრინციპს არღვევს საერთოდ. აქედან გამომდინარე ეს უნისონში ვერ მოდის იმ ძალებთან. რაც შეეხება თვითონ deep states, deep state-ები როგორც ჩანს თვითონ უკვე ამ სამწარმოქმნელ პოლუსებს ეყოლებათ თავად. აი როგორც ახლა ამბობენ, რომ ტრამპი თავად მარტო აგანკარგავს ამერიკის შეერთებულ შტატებს და იქ არიან ძალები, ну ჩვენ მაშინ ესე უნდა მოვიაზროთ, რომ რუსეთში თავის deep state იქნება პირობითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში თავის deep state, ანუ სიღრმისეული სახელმწიფო და ну ალბათ ჩინეთშიც თავისი ეყოლებათ. და ბოლოს რა ეშველება უკრაინას? ну ის დონბასი ესე თქვა დიდი დონბასი თქვა კოლექტიურად რო აღარ დავყოთ ახლა ოლქებად და რეგიონებად გამომდინარე იქიდან ტრამპი როგორც აცხადებს რომ აი როგორც შენ მოიყევენ მერც რო უთხრა რომ თუ თქვენი ომი არ არის ირანი მაშინ უკრაინა ჩემი ომი არ არის ამ ლოგიკიდან გამომდინარე ალბათ რუსეთის ფედერაციას ყირიმი და ეს დონბასის ოლქი ალბათ გადაეცემა გაუფორმდება ალბათ წელს დიდი ალბათობით და აი ხერსონი, ოდესა და ასე შემდეგ ეს უკვე ალბათ ეგ არავინ არ იცის, ეგ შეიძლება მომავლის საქმე იყოს. აქთან ერთი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ, როგორ დაუძლურდება ამის მერე თავად უკრაინის სახელმწიფო. ორი წრე გვაქვსო დარჩენილი მარაგები, მეტი არა თვითონ. მაგას გულისხმობ, როგორ დაუძლურდება. თუ ფინანსური დახმარება შეუწყდა გამომდინარე იქიდან რაც მეთქვი, რომ ევროპას თავისთავი გაუჩნდება სადარდებელი და ამერიკამ თუ საერთოდ ევროპა დატოვა, დაუძლურდება და ამიტომ ჯერ უკრაინის კონფლიქტი დასრულდება ალბათ იმით, რომ რაზეც აქვს პრეტენზია რუსეთს, ხოლო კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამხრეთ საზღვრები უფრო აი ხერსონი, ოდესა და ასე შემდეგ, ეს უკვე იმის მერე და იმის დამიხედვით თუ რა ფორმაში იქნება საერთოდ უკრაინის სახელმწიფო. რისი თავი ექნება, ანუ ოპონირებას გაუწევს თუ ვერ გაუწევს. მოკლედ რთულია სიტუაცია, ვნახოთ, დავაკვირდეთ პროცესებს. მე ასეთი საშიში და ასეთი საინტერესო სამყარო არ მახსოვს, მაგრამ ფაქტია, რომ ყოველდღიური აი ეს ომები, სიცოცხლის მოსპობა არის ძალიან მძიმე და ძალიან რთული და ალბათ ყველაზე ამორალური ომი არის აი ბოლო პერიოდში, რაც კი გვახსოვს. ნიკოლოზ, ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა ძალიან საინტერესო ინტერვიუსთვის. მე ამ ფორმატით გემშვიდობები და იმედია, რომ ჩემი ხშირი სტუმარი იქნები. დიდი სიამოვნებით, ჩემთვის პატივია. მადლობა.